გააკეთა სამმა. მე კონსტანტი ვახო. ორივე გააკეთეთ? აი, ანუ ორი დავალება იყო, ერთი იყო, რომ უნდა გეპოვათ რა ქვია იმ სიტყვას, აბრევიატურა კი არა და. პირველი ასოება. აკრონიმი, ანუ რაღაც ტექსტს შეიტანდით სიტყვის პირველი ასოება. და მეორე იყო, რომ პალინდრომი არის თუ არა. პალინდრომი იყო, რომ ორი მხრიდან ერთნაირად რო იკითხა. აი. ხო, წინაზე ავხსენით, ესე იგი ჩვენ მემკვიდრეობითობა. სტატიკი. და სტატიკის წინაზე ავხსენით? ხო. ოტე ვიდეოს რა? ვახო შენ? ანუ რამე ხო არ არის გაუგებარი. დავალება გავაკეთოთ და მე კითხვები დამესვით თუ რამე იქნება. თქვენც რავი თუ ვიდეოს ყურებთ და რაღაც ვერ გაიგეთ. ხო, ესე იგი აკრონიმი არის რომ ანუ ტექსტს შევიტანდი, მე სიტყვის პირველი ასოები უნდა მევა. მარტივი გასაკეთებელი იყო საკმაოდ. ანუ მაგალითად ავიღოთ რამე ტექსტი, რომელიც იქნება ანუ ტექსტი არის უბრალოდ რომ არის 2 4 6 სიტყვა და უნდა გვეპოვა ამ ტექსტის სიტყვები, ამ ტექსტში შემოვალ სიტყვების პირველი ასოები. ანუ ორი მეთოდი იყო, ერთი ცოტა გრძელი რომ გვეპოვა space-ები და შემდეგ space-ის შემდეგ ინდექსებზე ამოგვეყარა სიტყვა ისა ასოები, მაგრამ ბევრად მარტივი იყო რომ ეს ეხა დაგვესპლითა პრაბელებზე, მე მასივში ავტომატურად ჩაყრიდა ყველა სიტყვას და მე იმ სიტყვების პირველი ასოები აქვს. ეხა მარტივი გზით გავაკეთებ, რომელიც ყველაზე ოპტიმალური არის. ანუ უნდა იყო ლისტი string-ების, რომელსაც დავარქმევ რაღაცას და მე უნდა უთხრა რომ შენ ეს ტექსტი დამისპლითე პრაბელზე. ანუ დამიყავი პრაბელზე. და ეს ფუნქცია იცით რასაც აკეთებს. ამ შემთხვევაში ლისტი კი არ მინდა, array მინდა. ხო, ანუ მასივი მინდა და არა ლისტი. შემეძლო ლისტშიც გადამეყარა, მაგრამ დავიკიდოთ ახლა და მოკლედ list split-ის შემდეგ, ანუ პრაბელებზე რომ დახვიჩავდა ამ ტექსტს, ყველა სიტყვა ჩამიყრიდა იმ მასივში. და მე უბრალოდ ავდგებოდი for each-ით გადავუვლიდი ამ მასივს და ავდგებოდი გავაკეთებდი რაიმე strings, რომელსაც დავაკეთებდი აკრონიმს, რომელიც თავიდან იქნებოდა ცარიელი აბსოლუტურად, ანუ ცარიელ strings გავაკეთებდი და ყოველ სიტყვაზე რომ გადავიდოდი ამ აკრონიმში ჩავყრიდი თითოეული სიტყვის პირველ ასოს, 0 ინდექსზე მყოფ ასოს. ხო? და მე ავდგებოდი და console write line-ით აკრონიმს დავგეშტავდი. ეხლა ამის აკრონიმი იქნება ამ წინადადების აი პირველი ასოები. სიტყვებში შემოვალ სიტყვის პირველი ასოები. ანუ მასივს დავხლეჭ პრაბელებზე. split-ი მუშაობს ესე. პრაბელებზე რომ დახლიჩავს რას და ნაწილებად რასაც დაყოფს იმ ნაწილებს ჩაყრის მასივში. ხო? აი ამ მასივში. მე რაღაცა ცარიელ strings გავაკეთებ, რაშიც მოვაგროვებ პირველ ასოებს. მე for each-ით გადავუვლი ამ მასივში რომ სიტყვები მიყრია მაგათ და იმ სიტყვების პირველ ასოებს ჩავყრი აკრონიმში. ხო, აქ რა ერთ სიტყვიანი ტექსტი რო იყოს, მაშინ იქნება იმ სიტყვის პირველი ასო. ხო? მოკლედ ყველაფერი რიგზეა მუშაობს შოუ. ორი პრაბელი რო იყო, არასწორად იქცეოდა კი, მაგრამ მაგის არიდების საშუალება გქონდა ჩვენ. ხო. ანუ თუ ნახავდი რომ აქ სიცარიელე იყო, აიტემი არის სიცარიელის ტოლი, მაშინ მუიზავ. და else can არ უდრის დაუწერ და ეხლა ყველაფერი რიგზე იქნება. ორი პრაბელიც აქ რო დავტოვო. ხო? ყველაფერი რიგზეა. ანუ ორი პრაბელიც რო ხო გახსოვთ რას აკეთებდა. პრაბელზე ხლიჩავდა, შუაში სიცარიელე იყო და ის სიცარიელე ცალკე ელემენტად აგრებდა array-ში. და ეხლა უბრალოდ უთხარი რომ სიცარიელე თუ შეგვხვდება გაანებე თავი, როცა სიცარიელი არ იქნება, მაშინ აიღე მარტო პირველი ასო. სიცარიელის პირველი ასო რა იქნება?
სიცარიელა ისე, ხო? და გაგიფუჭებდა იმ აკრონიმის იმას. ნინი, შენ ეს გააკეთე თუ მეორე? ესე გააკეთე? სწორად გააკეთე, იმუშავა? თუ ესე გააკეთე? მუშაობდა? კაი. კაი, თუ ატვირთავ ნახვა მე როგორ გა. თუ გინდა გამოდაწერე. კაი, რავი, როგორც კი. ეს იყო სასტავ აკრონიმი. ხო, ეს ცოტა უფრო მარტივი იყო. და მეორე არის პალინდრომი. ანუ ტექსტი, რომელიც ორი მხრიდან ერთნაირად იკითხება, რომელიც ასევე მარტივი იყო. და თქვენ შეგეძლოთ მოკლედ ესე გექნათ. ესე იგი, ჩვენ ვისწავლეთ string-ის ერთ-ერთი ფუნქცია, რომელსაც გადაყავს ყველა 100 პატარაში. ხო? ანუ რაღაცა string-ს რო ჩადებ იმ ფუნქციაში, ადგებოდა იმ string-ის ყველა 100-ს გადაიყვანს პატარა 100-ებში. მოკლედ, ამის ყველაზე მარტივი ლოგიკა პალინდრომია თუ არა. ანუ მოკლედ პალინდრომი როგორი სიტყვაა, რომელიც აქედან და იქიდან ერთნაირად იკითხება. ანუ რა გამოდის, რომ სიტყვა რო ავდგე და შევატრიალო და მე რო დავადო საწყის სიტყვას, იგივე უნდა იყოს, ხო? ო, მან პრობლემა რა არის? თუ თქვათ, სიტყვა წერია ესე, ეს რო შევატრიალო რა გამოვა? ესე, ხო? ერთმანეთს ახლა არ ედება. ამიტომ ლოგიკა როგორია? ავიღებ სიტყვას, შევატრიალებ, მერე გადავიყვან ორივეს პატარა 100-ებში და ერთმანეთს შევადარებ. თუ სწორად შედარდეს, значит პალინდრომი. მიხვდით, ხო? ანუ ავდგები და ამ ორივეს მერე პატარა 100-ებში გადავიყვან და ეს შევადარებ. მან რა მეწერა ფუნქცია გააკეთეთო? პალინდრომ ფუნქციაო. კაი, ეხლა მოდი გავაკეთოთ მაშინ პირველი მეთოდი. ანუ სტატიკი გვინდა აქ. void main-ში ვწერდა მაგითო ანაშრობა. void-ი გვინდოდა თუ როგორ? დააბრუნებს true-ს ან false-ს, ანუ ბული გვინდოდა, ხო? ბულიანი აქ არ არის, ბულიანის შემცვლელი ეკვივალენტი აქაა ბული. ბულიანი გვაქვს, ბულიანი არ გვაქვს. გვაქვს, თქო, ეს კლასია, ამას თავი დაანები. ეს ბულიან კლასია. ანუ ჩვენ გვინდა სვლადის ტიპი, რომელიც პატარა სუთი ეწერება. ხო, და ანუ მოკლედ ამან უნდა მიიღოს რაღაცა სიტყვა. ხო? და რა უნდა ვქნა მე? ეს სიტყვა უნდა შევატრიალო. ეს სიტყვა როგორ უნდა შევატრიალო? ეს სიტყვა ხო არის ჩარების მასივი. მე ხო შემიძლია ჩარების მასივშიც კი გადავიყვანო. მაგალითად ესეთ რაღაც დავწერე. char array უდრის word წერტილი to char array. ესეთ ფუნქცია ხო ვისწავლეთ? ანუ ამ array-ში, რომელიც არის char-ების, ამ ჩემ სიტყვას დაშლის char-ების მასივად და დაიმახსოვრებს ამ array-ში. ხო? მე ავდგები for ციკლს დავატრიალებ, ოღონდ უყუღმა ის ავიღებ რად? ეხლა უყუღმა უნდა დავატრიალო for ციკლი, აბა როგორ ვიზავ თქვენი აზრით? ანუ ვეტყვი რომ -1 ოღონდ. ვეტყვი რომ i საწყისი იყავი ზომას -1, ანუ დადექი ბოლო ინდექსზე და ჩამოყევი დაბლა. ანუ უნდა შევადარო, რომ 0-ს არ ჩაცდეს. და ყოველ ჯერზე 1 უნდა დავაკლო. აი, ეხლა იქ გაჩვენებ დაფაზე როგორ არის. და მე უნდა უთხრა, რომ ადექი რამე ის აიღე, string pal და ამ palში ჩაყარე ეს ასოები. ხო? და მე ძალიან მარტივად ვიტყვი რომ თუ ის სიტყვა რომელიც მიიღე გადაყვანილი პატარა ასოებად არის ტოლი ამ ჩემი შეტრიალებულის ასევე გადაყვანილი პატარა ასოებად, значит ყოფილა პალინდრომი. და ყოველ შემთხვევაში ყოფილა არა პალინდრომი.
აქ ახლა ვეტყვი რომ string word-ი არის ტიპაზე level-ი და მე console write line-ში გამოვიძახებ is palindromes და იმას გადავცემ ამ ჩემს სიტყვას. რო შეამოწმოს არის თუ არა ეს სწორია. დიდი რო დავწერო მაინც სწორი იქნება. და თუ სხვა რაღაცას დავწერ უკვე false იქნება. ხო? ეხლა აი მაღლა რაც გავაკეთე, მოკლედ გავაკეთე ეს რაღაც. ანუ როავიდე სიტყვა ანუ როავიდე სიტყვა level-ი ხო? მე ხვავიდე რაღაცა ცალკეული string-ი, რაშიც ჩავყრიდი შეტრიალებულ ამ სიტყვას, ხო? ანუ და ნახე როგორ დავყევი, ვუთხარი რომ i თავიდან არის word length -1, ანუ რამდენი? ანუ 3 word length რამდენი ნახელა 5 levels 5 ესე იგი 4-დან word length რამდენია? word length 4 1 2 3 4 5 ხომ არის რო გამოყო length მე length გეკითხე 5 ანუ 5 -1 ანუ word length -1 არის 4 ეგ მე რამდენი ინდექსია მე რამდენი ასოა ხო ანუ ამასოზე ვდგევარ და მოვყვები i -. მანამ სანამ 0 არ გახდება i. ხო? ანუ i როცა 4-ია ვდგევარ ამასოზე, 1-ს რო დაიკლებს, i გახდება 3. ვდგევარ ამასოზე. ხო? და ამავდროულად ვამოვხმებ, თუ 0-ის ტოლია, 0-ზე მეტია გააგრძელე, თუ 0-ს ჩაცდა, უკვე გაჩერდა. i როცა 2-ის ტოლია ვდგევარ აქ, როცა 1-ის ტოლია ვდგევარ აქ და როცა 0-ის ტოლია იმუშავებს იმიტომ რომ იქ წერია i მეტია ან ტოლია 0-ის, ხო? და ვდგევარ მე აქ. და i როცა -1-ის ტოლი გახდება, აღარ იმუშავებს, ხო? ანუ level-ში ავშევ და რა, ანუ ვდგევარ აქ რას ნიშნავს? ესასო აიღო და სადღაც ჩააგდო. ხო? მე ესასო აიღო, ჩააგდო. ესასო აიღო, ჩააგდო, ესასო აიღო, ჩააგდო და მე ესასო აიღო და ჩააგდო. და პროცედურით მე დააპატარავა ეს. პროცედურით მე ეს და ეს გადაიყვანა ორივე დაბალასოებში და ერთმანეთს გადააყენა. ან თუ lower-ი გააკეთე, ან თუ მეორე რა გვაქვს? higher თუ რა გვაქვს? up თუ რა რაც აქვს. ან დიდში გადაიყვანა ამ პატარა. თავარია რომ ორივე ერთ დონეზე შედარდეს, ან ორივე პატარა იყოს, ან ორივე ზემო იყოს. ხო? ეს არის palindrome. ამის კიდევ მეორე გზა არის ოღონდ უფრო რთული, რომ ადგე და შუა ინდექსზე დადგე, ჯერ უნდა გაიგო საერთოდ რა მხელა ლუცია ზომა თუ კენდი. თუ ლუცია, ანუ ეგ არის უფრო რთული მეთოდი. ეს მეორე მარტივია რა. ძალიან ლოგიკურია, ზეპა შეადრიალა და შეადარა. აი სალაზე რთული. ხო. იდა გუში კაცი აიწავე. მასივი რა გიქნა. როგორ? მასივი რა გიქნა. იმიტომ რომ ეს ასოები მე ამოგვეყარა და სამე ჩამოყარა. მაგრამ შეიძლება და მასივის გარშეც გამოსულა. სიჟურაში გავა. ხო, არა პრობლემა, სიტყვა გადაყავოდი პირდაპირ. რიდონი ხომ აიც არის, შეცვლა უწევს და შეიძლება კი, ანუ ესე იგი კოტი ამბობს რას, რომ მასივს უარ გჭირდებოდა. და აქ ვეტყოდიო word length -1 და აქ ვეტყოდიო პირდაპირ words iurs-ო. და ეხლაც იგივე ანუ მაინც სწორად იმუშავებს, ხო? ანუ მასივად აღარ გადავიყვანეო. ძალიან იგივე ყველაფერი კარგად მოხდა და მასივიც არ გამოგვეყანებია. მასივისთვის აღარ დავიხარჯებს. მანამდე იმუშავეს სანამ ავიდროს სიცინალექციაში ჩავიდე. მე ვეძებდი ამას ამ ლექციაში, თან ეს ხო დაიწყო წინა ლექცია. არა, ეს ამ ლექცია იმ წინა ლექციაში ნარადად არ გაგვივლია. ანუ ეს დავალება მოგეცით, აი რაც საერთოდ გავიარეთ იმაზე. ხო, ასე. მაგრამ რაღაც უბრალოდ რაღაც string-ის ფუნქციებიც გაჩვენეთ და მაგიტომაც მოგვიწევთ. ხო მივხვდიათ თავარია როგორ მუშაობს. კიდე მოვწევთ ამ დავალებას. ანუ ამის შემდეგ ესეც გეხედავდი. ანუ ამის შემდეგ დავალებებს რასაც მოგცემთ, თემა ანუ კლასებზე მოგცემთ და ერთ ცალს ამ ერთსაც მოგცემთ, რომ რაღაც ცოტა იმას მეორე. და მე ვოიჩი. ხო, მეორე, ხო? ხო, რაღაც რომ ცოტა ჩამოყავთ. მოკლედ წინაზე მეგობრებო გავიარეთ მემკვიდრეობითობა, ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი არის ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების
როცა შეუულია რომ ერთ კლასს იყოს მეორე კლასის შვილი და იმის კლასთან რაღაცები აიღოს თვითონ. იმის მაგივრად რომ თვითონ თავის კლასში კონდეს გაწერილი, ხო? და დღეს მოკლედ ვიმუშავებთ მაგაზე. ასევე გავიარეთ და თქვით რა არის სტატიკი. სტატიკზე ვერ ვისაუბრეთ და თქვით რომ ესე იგი სტატიკი ველი თუ აქვს რამე კლასს, ნიშნავს რომ ეს არის კლასის და არ არის კონკრეტული ობიექტის. ხო, ანუ ყველა ობიექტს თავისი კი არ აქვს სტატიკული კლასს აქვს საერთო. ანუ ყველა ობიექტი ინაწილებს იმ ერთ საერთო ველს. და სტატიკურ ველს შემიძლია მივუწოდეთ ჩერეს კლასის სახელით და არა ჩერეს ობიექტის სახელით. ხო? ასევე განვმარტეთ რატო წერდით აქ სტატიკს და რატო არ წერდით სტატიკს. ანუ სტატიკი რო აქ არ დავწერო, მაშინ მომიწევდა რომ ობიექტი შემექმნა პროგრამ კლასის და ის პალინდრომს ისე მივუწვდომოდი. ანუ მაშინ ესეთი რაღაც მე გამეკეთებინა. და მე შემეძლო ობიექტით მივუწვდომოდი ის პალინდრომს. თუ არ იქნებოდა სტატიკი. თუ სტატიკი იქნებოდა, პირდაპირ შემიძლია კლასის სახელით მივუწვდე. ანუ ეს მეთოდი ეხლა რო იყო სტატიკი, ეს მეთოდიც ის პალინდრომიც არის პროგრამში და void main-იც არის პროგრამში, ამიტომ შემიძლია აქ ან პირდაპირ ის პალინდრომი გამოვიყენო, ან პროგრამ ეს ეკვივალენტურია ამის, ანუ ზუსტად იგივეა. მაგრამ ესე აღარ წერ, იმიტომ რომ ეს მეთოდი არის იგივე კლასში, ამიტომ შემიძლია პირდაპირ სახელით გამოვიყენო. სტატიკს მაგითო წერდით ხოლმე სულ. ანუ მოკლედ სტატიკი რაც აქვს კლასს, აქვს საერთო ყველა ობიექტს, ანუ აქვს ერთი და ყველა ობიექტი უყურებს იმ ერთს. მოკლედ რაც წინაზე ვილაპარაკეთ და მე სტატიკი დავითვალეთ ჩვენ დავითვალეთ მოკლედ ჩვენ მე ამ კლასის რამდენი ობიექტი შეიქმნა. ხო? კაი. მოკლედ ეხლა გავაკეთოთ მემკვიდრეობითობაზე რამე. ანუ გავაკეთოთ მოკლედ მანქანის კლასი. ან არა რა ვაუ ის კლასი გავაკეთეთ. ან მოდი ამას სხვა გავაკეთოთ. მაგალითად animal-ზე გავაკეთოთ რა. რაზე? animal კლასი და მე მაგის შვილობილი. რა. სახლის კლასი გავაკეთოთ. კლასში გავიტანოთ. მოდი რა ვქნათ, იცი? თვითონ მე კლასში რო ლისტი იყოს, ერთ-ერთი ველი ეკვნათ. ხო. ნახე რა ვქნათ, გავაკეთოთ სახლის კლასი და ამ სახლის კლასს გავუკეთოთ მაცხოვრებლების ის, რა ქვია, ლისტი. ერთ-ერთი ველი. ანუ გავაკეთოთ სახლის კლასი. ოღონდ ანუ ასევე ამ სახლის კლასს ანუ მოკლედ მოდელი არის ესეთი რომ უნდა იყოს სახლის კლასი. ამ სახლის კლასს ერთ-ერთი ველი უნდა ქონდეს, სადაც დავამახსოვრებ მაცხოვრებლების სახელებს, ამ სახლის ოთახების რაოდენობას და საერთო კვადრატულობას. ხო? და მე შევავსოთ მოკლედ ეს ამ კლასის ობიექტი კონსოლიდან და მე ამოვყაროთ ისეთ სახლები, სადაც 5-ზე მეტი კაცი ცხოვრობს. ან 3-ზე მეტი კაცი ცხოვრობს. ანუ ესე იგი ერთი კლასი უნდა გქონდეს, რომელშიც დავამახსოვრებთ ფართის კვადრატულობას, ოთახების რაოდენობას და მაცხოვრებლების სახელებს. აბა თქვენ როგორ გადაწყვეტით ახლა ამ პრობლემას? მემკვიდრეობითობასთან არაფერი კავშირი არ აქვს ამ ამოცანას. ანუ კლასი ავიღოთ house-ი და ახლა რა ვქნა? ანუ მინდა რომ დავამახსოვრო კვადრატულობა, ოთახების რაოდენობა და მაცხოვრებლების სახელები. ოღონდ რამდენი მაცხოვრებელია? შინით არ ვიცი, შეიძლება 8 იყოს, შეიძლება 7 იყოს, შეიძლება 6 იყოს, შეიძლება 1 იყოს. რას ვაკეთებთ ანუ? ანუ უნდა კლასს რომელშიც დავიმახსოვრებ. აბა როგორ? არა, კვადრატულობას თქვენ. ნუ ხوارნა მივიმატო. შეიძლება შედარება მომიწიოს სახლების. ფართი როგორ იქნება? space იყოს. ანუ რატო? არის 15 მთელი რაღაც. დავი შეიძლება. კიდევ? შემდეგ გაიქცევის რა. ოთახების რაოდენობა. აი ეხლა მინდა მაცხოვრებლების სახელების დამახსოვრება. ეგ ცალკე უნდა იყოს ყველა იმას, ხო? ან ცალკე ყველა იმ ოთახის. არა.
მოკლედ, ამ შემთხვევაში ვერ იქნება სტრინგი, ვერ იქნება ორი სტრინგი, ვერ იქნება სამი სტრინგი, იმიტომ რომ არ ვიცი რამდენი მაცხოვრებელი მეყოლება, ამიტომ ოპტიმალური იქნება თუ გავაკეთებთ list-ს. ანუ list-ით შემიძლია ჩვეულებრივ იყოს კლასის ვერი. და დავარქვათ ამ list-ს სახელად მაცხოვრებელი როგორ იქნება? occupants. არა, ოკუპანტებია. ოკუპანტსაც შეიძლება, მაგრამ ამას სხვა დავარქვათ. residents. ძალიან კარგი. ანუ უბრალოდ ვუთხარი, რომ ამ კლასის ერთ-ერთი ველი იმ ორ სხვასთან ერთად ასევე არის ლისტი. სადაც ჩავყრი მაცხოვრებლების სახელებს, ხო? ეხლა გავაკეთოთ მეგობრებო ის, რა ქვია, მეთოდი კი არა და რა გვინდა? კონსტრუქტორი რომელსაც მივცემ double ერთსალ doubles, ერთსალ ints და ერთსალ list-ს ვარიჯერ? კი. ანუ ვეუნები რომ აქ ხო ვეუნები რომ შენ duplicate ერის არ მოხსნავს, ერი უკვე მაქვს, residence რა იყოს მაშინ. ხო, ანუ ვეუნები რომ ერთ doubles მიიღებ, ერთ ints მიიღებ და ერთ strings მიიღებ, ისა ლისტების, ისა string-ების list-ს მიიღებ. ხო, ანუ ჩვეულებრივ როგორც ფუნქციაში გადავცემდი ხოლმე, იგივე პარამეტრია, ხო, აქაც. ანუ მიაჭრებ მნიშვნელობას. ხო, ეხა space-ში ჩავაგდებ, რაც მივიღე S-ი, rooms-ში ჩავაგდებ ერი რომ მივიღე და ამ ჩემ list-ში ჩავაგდებ იქიდან მიღებულ list-ს. ჩვეულებრივ. ხო? მოკლედ აქ ჯერჯერობით მორჩეთ მუშაობას და ეხა წავიდეთ დაბლა. რაც პროგრამაში. ეხა მოკლედ მე უნდა შევიტანო ერთი რიცხვი, მეორე რიცხვი და მერე ლისტი. ოღონდ ლისტი მოდი გავაჩეროთ exit-ით. ან end დავწეროთ. ანუ როცა შევიყვან ერთ რიცხვს და მერე მეორე რიცხვს, პირველი რიცხვი იქნება მანიშნებელი ფართობის, მეორე რიცხვი იქნება მანიშნებელი ოთახების რაოდენობის და მერე უნდა შემატანინო string-ები, სულ. სანამ არ დავწერ აი ამას end. და end-ს რო დავწერ და end-ს რო დავარტყა, უნდა მიხვდეს რომ უკვე მეორეს შეტანა უნდა დამაწყებინოს. მან მორჩა. ხო, ანუ მან მორჩა პირველი სახლი, ხა მეორე. მოვიფიქროთ, აბა როგორ. პირველ რიგში უნდა უთხრა რამდენი სახლის ინფორმაცია შემომაქვს, რომ ციკლი იმდენჯერ დატრიალდეს, ხო? ხო. ან ბევრი სახლი კი. აი ლისტი გავაკეთოთ სახლების და უთხრათ, რომ console write line-ი რამდენი სახლის ინფორმაცია შემოგაქვს. და int count-ი ავიღოთ და ამაში შემოვიტან რამდენი სახლის ინფორმაცია შემოგაქვს მაგას. რაოდენობას შემოვიტან რიცხვს. მე უნდა ადგეს და for cycle უნდა გაატრიალოს იქამდე. ხო? count-ზე i plus. всё, ეხლა ციკლის დატრიალება შემიძლია. ეხლა რა უნდა ვქნა? უნდა გავაკეთო მეგობრებო სახლის ობიექტი. ხო? რომელსაც უნდა გადავცე რაღაცები. არა, სანამ რაღაცებს გადავცე, მე უნდა შემოვატანინო ამას რაღაცები. ხო? ესე იგი, ჯერ უნდა გავაკეთო ლისტი string-ების, რომელიც იქნება მოსახლეებისთვის. უნდა გავაკეთო double რა იქნება სახელი, space დავარქვათ აქაც, უფრო მარტივი იყოს ორიენტირება და int rooms. ხო? მერე console readline-ით უნდა შემოვატანინო rooms-ში რაღაცა, ანუ rooms-ი, არა, ჯერ მოდი space-ში შემოვიტანოთ. space-ში უნდა შემოვატანინო console readline-ით, ოღონდ უნდა გადავაკონვერტირო double-ში. მერე rooms-ში უნდა ჩავაგდო. ეხლა რა გავქენდით? ეხლა თითოეულ რაღაცას ვატანინებ. არა, convert to double რა. იმიტომ რომ space-ი არის double. და შემოტანისას ხო არის string-ი და int-ში კი არ გადაყავს, double-ში გადაყავს, რომ double-ში დავმახსოვრ. რაღაც შემოტანი რაღაც. და rooms-ი უნდა გადავიყვანოთ კიდევ int-ში. ხო? და ეხლა უკვე ლისტის შეტანა უნდა დავაწყებინოთ, ხო?
ამ შემთხვევაში გავაკეთოთ მოდი while-ით, მაგალითად ესეთი რაღაც ვუთხრათ. ავიღოთ ბული, რომელიც რაცა ეს t რომელიც არის true და მე ვუთხრათ სანამ ჭეშმარიტია. არა, არ მინდა სანამ ჭეშმარიტია. სულ ჭეშმარიტი იყოს, შედიოდეს ამაში. რასაც მომხმარებელი შემოიტანს, ის ჩავაგდოს ლისტში. ანუ resident-ში, ლისტში ჩავაგდებ მომხმარებლის მიერ შემოტანილ, არა, მოიცა როგორ ვქნათ, გეტყვით ახლა. ესე იგი, ავიღოთ string input-ი, რომელიც მომხმარებელმა უნდა შემოიტანოს. ეს გავუტოლოთ ამ read lines, ანუ შემოვატანინოთ რაღაცა. მერე ეს გადავამოწმოთ რა შემოიტანა. თუ შემოიტანა სიტყვა end-ი, მაშინ break-ი ვქნათ. ანუ list-ი ისაც ციკლი გავაჩერებთ. და სხვაზე გადასვლა რომ მინდა მე. და თუ არ შემოიტანა, მაშინ ეს input-ი ჩავაგდოთ იმ resident-ების list-ში. ხო? ციკლი რომ მორჩება, ანუ იმდენ მონაცემს რო შევიტან ამდენიც მინდა, ამ ჩემ ობიექტში გადავცემ უკვე შემოტანილ ინფორმაციას. ჯერ ფართობს და მერე list-ს ბოლოს სულ ბოლოს list-ს. ხო, ჯერ ფართობს, მერე ოთახებს, მერე list-ს. მერე ავდგები. აი აქ. resident-ი. ეგრევე სახელით გადავეცი, ხო? ანუ resident-ი ხო list-ია. მერე ავდგები. აქ ხავს რატომ ისონს ნახოთ? იმიტომ რომ space double უნდა გაწევ. მოიცა. two doubles. აქ რედი მიწერია, console write read line უნდა ეწეროს. ესენი რატომ წერია არ ვიცი. ხო, შემეშალა წერა. ანუ რასაც შემოვიტან ის უნდა გადავიყვანო და იგივე ცვლად. და ეხა ავდგები იმ ზედა ლისტი რომელიც გავაკეთე სახლებისთვის იქ ჩავაგდებ ჩემ გაკეთებულ სახლს. всё. ამით შევავსებ ინფორმაციას. ეხლა ვთქვი რომ მე ორ მაცხოვრებელზე მეტი სადაც არის მითხრას რომ მრავალშვილიანია. ეხლა ეს რო გავუშვათ სწორია? ეგ როგორ ქნება? ორ მაცხოვრებელზე მეტი სადაც არის უნდა მითხრა რომ მრავალშვილიანია. როგორ? on ფუნქცია აქვე გავუკეთოთ. ნახე public check resident გავაკეთოთ, რომელიც არაფერს არ მიიღებს, იმიტომ რომ ამავე კლასის ფუნქცია და თვითონვე ხედავს ამ კლასის სხვა ველებსაც და if-ით შევამოწმოთ თუ მოიცა რომ გვიდიდან მოიწია. თუ resident-ებში ყრია მაცხოვრებლების რაოდენობა, მაცხოვრებლები უნდა შევამოწმოთ თუ resident-ის length-ი count ბოდიში ის აქ აქვია. მეტი არის 2-ზე. მაშინ უნდა თქვას, რომ უნდა გააჩეროს. რავალ მაცხოვრებელია. და თუ არა და ნუ არ ნურაფერს ნუ გამოიტანს თუ არა. თუ არა და ასე ვაკეთებ. მოდი რა ვქნათ, იცი? სახს დავამატოთ სახელიც. არა, სახელი ის სულ ნომერი. ის არ არის. ნომერი ავიღოთ უბრალოდ. და ესაც შევავსოთ, რომ უთხრათ, რომ ეს სახლია მრავალშვილიანი. მრავალ ისე მაცხოვრებლია. ამჯერ ყველა სახლს თავის ნომერი აქვს. ნამბერი უდრის n-ს და როგორ ნომერებს აქ გადმოვცეთ უცბად. int n. ეხლა წავიდეთ და აგავაკეთოთ. აი, სახშიო, რადგან ჰაუსში მოადავო. კი, აი იქ უნდა დავამატო int number-ი და აქვე დავამატებ პირველ შევიყვან ჯერ ნომერს. და მე აქ გადავცემ პირველივეს ნომერს. მე ბოლოში ანუ იმის მერე აი ეს მთლიანი კოდი მეგობრებო არის სახლებზე ინფორმაციის შეტანა და ამით შევსება იმ ლისტის. მე რომ დავდგე for each უნდა გადავუარო list-ს, რომელშიც ყრია სახლები და ყველა სახლისთვის უნდა გამოვიძახო მეთოდი, რომელი აი ეს. მაგრამ ამზად დავამატო ეს ნომერიც რომ დაბეჭდოს. ხო, მართალი ხარ, აქაც უნდა დავამატო ნომერი, ეხლა ჯერ და ამას. for each
item წერტილი check resident და გიო მართალია აქ მე დავუმატოთ რომ მოდი ეს რაღაც გავაკეთოთ ნომერი number და მე ვუთხრათ ესეთი რაღაც შე შო ესე იგი ორ სამ სახლს შევიტანოთ ინფორმაცია ეხლა უნდა შევიტანოთ ნომერი სახლის თქვათ პირველი ნომერი მე შეგვაქვს ფართო ხო თუ ოთახის რაოდენობა ფართო 100 კვადრატული ორ ოთახიანი და ეხლა პირველ სახლში ვიცხოვრებთ პროექტია ეგეთი მე დანიელი და გიორგი всё. ეხლა უნდა შევიტანო მეორე სახლის ინფორმაცია. ნომერი 2. ეს არის 80-იანი. 3-ოთახიანი და აქ იცხოვრებენ ზვიადი და გიორგი. მას პირველ სახში ყველა საერთოდ ფეთაკოტი გამოვიშვი. სტუდე დავკიდეო. ერთად მომისადებს. და მესამე სახში გავუშვათ ვახუმარდო. ერთი კაცი შევიტანოთ და გამოვა ხულიანი. მესამე სახლი ვახოს მივცეთ 50 კვადრატი. ერთ ოთახში გავუშვათ. სტუდენტი ხარ რა. და всё, ანუ რო შევიტანე, მითხრა რომ ნომერი 1-ო სადაც სამი კაცი ცხოვრობენ და მრავალმაცხოვრებლიანიაო და შვილი თქვი შენ. ხო, ნუ შვილიანი წამომცდა. მრავალშვილი. და მრავალმაცხოვრებლიანია პირველი მხოლოდ. ანუ ამით მოკლედ ამ დიდი დავალებით არიქა. არ ვარ სოლიდარი ვიხარით. ანუ ამ დიდი დავალებით კოდით ნახეთ ის რომ შეგვიძლია ლისტებიც ავიღოთ და ჩავსვათ ჩვეულებრივ ერთ-ერთ ველად, ხო და ეს ძალიან ხშირად გამოგადგებათ. ემდროარ დაგეწერა ეხლა. ემდროარ დაგეწერა, მაშინ თავიდანვე უნდა შეგეტანა რამდენი მაცხოვრებელი ცხოვრობდა რიცხვი, რომ მიხვდარიყო როდის უნდა გაჩერებული იყო. ანუ ეს არ გაჩერებოდა იგივე და არა, აი, არ გავუშვი. ხო შეიყვანა სამ. ეგ სამის სახლი უთხარ. ენდს წერ მაცხოვრებლების რაოდენობას. და მაცხოვრებლები შეწყდა. ხო, მაცხოვრებლები შეწყდა და ეხლა უკვე აი მაცხოვრებლები შეწყდა აი აქ, ნახე. ენდი რო შევიტანე გახდა false-ი. არა, დავაბრეიქე. ის რო დაბრეიქდა, აი while ნახე, მორჩა while და გაგრძელდა კოდი. ანუ ჩაყარა ინფორმაცია, გაუშვა ლისტში, ავიდა მაღლა. დაიწყო ისევ ახლდა. და იქ არ გასამი იყო კაუნტი. რახან კაუნტი 3 იყო პირველ შემთხვევაში, მაგან გადაწყვიტა რამდენი სახლი გაქვს. ანუ ციკლში არის კიდე ერთი ციკლი. ის ერთი ციკლი არის, რომ სახლების ციკლი არის, რომ სამი სახლი თუ არის სახლებში ტრიალებს და თვითონ სახლში რახან ლისტი გაქვს იმის შევსების დროსაც ციკლს გნარო. ამიტომ ციკლში არის ციკლი. ძალიან ჩვეულებრივ. ხო? კაი, ეხლა მეგობრებო, გავაკეთოთ ჩვენ დავალება, რომელიც უკვე ეხება მემკვიდრეობით ეს. ანუ ხა ეს ამას მემკვიდრეობით ვერ გააკეთებ, ხო? არ გჭირდება აქ არ მაშინ გჭირდება. ერთი კლასი გაქვს მაგრამ. ხო, ანუ მაგა 2-3 კლასი რო გქონდეს, იმას გააკეთებ. არა, корпуსი რო გქონდეს, ანუ რამდენიმე კლასი უნდა გქონდეს, ისეთი რომელთაც შეიძლება გქონდეს საერთო ველები. ერთნაირი ველები. ხო შეიძლება ერთნაირი ოთახები, ერთნაირი მაცხოვრებლები, ერთნაირი კვადრატები და არა, ეგ მაშინაც ერთი გამოდის. ანუ მაშინ შემდეგ გააკეთო სახლის კლასი. და მე ამას უნდა გქონდეს ბინა და საკუთარი სახლი. ბინა იქნება საკუთარი სახლი. მოდი, აი დავაი, აი გავაკეთოთ. კაი ის თვით ახლა. ანუ საკუთარი სახლი და корпуსის ბინა. ორი განსხვავებული ტიპი. ხო? ოღონდ რაღაცები საერთო ხო აქვთ. მაგალითად რა? ოთახი, ფართობი და ასე შემდეგ. ის არის საერთო. არა, მაცხოვრებლები ორივეს აქვს. ამაც არის, იქაც არის. მაგრამ აბა განსხვავება რა აქვს საკუთარ სახლს ბინისგან.
სართულები აქვს, ბინას არ აქვს სართული, ხო? უბრალოდ ბინა რომელიღაც სართულზეა, მაგრამ საკუთარი სახლი არის სამსართულიანი. ვერ იქნება ბინა. ხო, ამიტომ სართულში მოდი ეგ განვიხილოთ და არ არის რომელ სართულზე. ხო? კიდევ ამ ბინას აქვს რაღაცა კორპუსის ნომერი და იმ კორპუსში კიდევ კონკრეტული ნომერი და საკუთარ სახლს კონკრეტული ნომერი აღარ სჭირდება, ქუჩის ნომერი აქვს, ხო? ამიტომ ესე იგი ავიღოთ, რომ განსხვავებული ბინას აქვს კორპუსის ნომერი ან მოდი სადარბაზოს ნომერი და ბინის ნომერი. ხო. და იმას ამისგან განსხვავებული აქვს და სართულები. აი მოდი ნახე რა ვქო, ცი? ხო რა, ერთ ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა და მე საკუთარი სახლი. აი ეს რა გავაკეთეთ. მოკლედ, აქეთ არის დავარქოთ სახელები. ეს არა ფლეტ. საკუთარ სახლს დავარქოთ. mention დავარქოთ. აქეთ არის ბინა, აქეთ არის საკუთარი სახლი. საერთო რა აქვს? ოთახების რაოდენობა. ამოდი ის პირდაპირ ვიწეროთ, რომ რა არის ევეა იდა აი მაცხოვრებლებს მოღაშეულობთ ეხლა ის ტიპი მოუწოდოთ კვადრატულობა. ეგ დავწერე მეტი რა. ხანჯრების რაოდენობა შესასვლელის რაოდენობა რამდენი შესასვლელი არა ჰა მოდი იყოს ისე. მაცხოვრებლები ჯობია ისე. ეხლა განსხვავებულებზე პროსტა შეყვანაზე ვიწვავთ და ჩავთავაზოთ რომ გარაჟიდან აქვს თუ არა გარაჟი ორივე შეიძლება გქონდეს, ხო? ეს გარაჟი. მე ცვლადი გავაკეთებია მაიყო. აიღო თუ არა მე. წაიღო. ეს არ საერთო. ეხლა თითოეულს განსხვავებული აქვს. ამას ამას აქვს სადარბაზოს ნომერი. სადარბაზო სადარბაზო ბინის ნომერი. entrance ეგრე. entrance რა? სადარბაზო. სადარბაზოს ნომერი ინგლისურად როგორ არის? სადარბაზოს number. entrance number. ინგლისურად როგორ წერს? gate. gate, gate. gate გასასვლელი. იყოს gate, სადარბაზოს ნომერი. ხო მიუხვდები. ხო. კიდევ რა ვთქვით რა აქვს ამას? ბინის ნომერი. ლიფტს იმას არა. ბინის ნომერი, flat number. აქეთ კიდე აქვს სართულები, სახლს და იმას არ აქვს სართულები. სართულები რატო არა? ანუ იქ სართულები mention-ი. სახლს კიდევ აქვს ეზოს პარკი. ბასეინი ჩაწერა. ნუ ბასეინი შევა. ბასეინი არა. ეზოს პარკი. იქით აქვს თუ არა ბასეინი. აუ, ბინას ის აქვს. მეზობლები. მეზობლები მასაცია. გვერდზე. ეგეც მეზობლები არა, არა. კაი, მოგდეთ საკმარისი. ეხლა ნახეთ. ეხლა ჩვენ ავაწყეთ 2 კლასი და გამოვყავით, ანუ მოკლედ ეს არის ამისაც და არის ამისაც. ჩვენ რო არ ვცხოვრობთ მკვიდრეობითობა, გავაკეთებდით როგორ? გავაკეთებდით 2 კლასს. ერთს ეკნებოდა 5-ველი, როგორ? წინა იმაზე parent არის, შობელი არის, რომ ამობით ერთს ვაკეთებ, სადაც საერთოდ არის ისო ჩასვი და მე დააჭირე რომ გამოიქნე ეგ არის. კი. ანუ როცა არ ვიცი მკვიდრეობა, აი თქვა დაახვედავს. და გავაკეთებდით რას? ერთ კლასს გავაკეთებდით 5-ველიანს, მეორე კლასს გავაკეთებდით 6-ველიანს. მაგრამ აქედან ორივე კლასში 3-3 გამეორდებოდა. ხო? ამ შემთხვევაში ახლა ეს მარტივი მაგალითია, იმიტომ რომ სახლის მხოლოდ 2 ტიპი არსებობს, მაგრამ როცა გაქვს საქმე თქვა როგორც წინაზე გავიხსენეთ, ან პროფესიასთან, ან მანქანასთან, როცა სედანია, ჰეჯბეკია, მინივენია, ავტობუსია, სატვირთოა, ბევრნაირია, ხო?
ან როცა გაქვს საქმე ცხოველებთან, როცა რაღაცები ცხოველებს ერთი აქვთ, ერთები ველები აქვთ, მაგრამ ასევე ყველა ცხოველს რაღაცა განსხვავებული აქვს. სხვა და ცხოველი არის 1000-ნაირი, ხო? ამ ფილმებში ან ნებისმიერი სხვა ტიპიზაციის დროს ვავიღოთ, ეს მემკვიდრეობითობა ყველაზე მაგრად გვაქვს. თუნდაც აქაც ხედავთ ეხლა ჩვენ იმ მაგალითს, რომ ორი კლასი რო გავაკეთოთ, ერთს რო 5 ქონდეს და მეორეს რო 6 ველი ქონდეს, მინიმუმ მოგვიწევდა 3 ველის ორჯერ გამეორება, ხო? ანუ 6 ხაზს დავწერდი ძედებს, ხო? როცა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ კლასი house-ი, რომელიც არის ზოგადი კლასი და იქ გავიტანოთ ყველაფერი ისაც ამ კლასს საერთოდ აქვს და მე ეს კლასი და ის კლასი დავხადოთ ამ house-ის შვილობი. აი ზუსტად ეს გრაფიკი არის, ანუ უკვე გრაფიკი არის, ეს ნახატი არის, მაგის განმავლობა. ამ კლასს აქვს house აქვს 3 ველი, რომელიც შეარდება ამასთანაც და ამასთანაც. ნიშნავს, რომ ამისაც არის და ამისაც არის. ანუ ამასაც შეუძლია ამ ველებს ვიწვდეს, რომელიც სხვა კლასშია და ამასაც შეუძლია ამ ველებს ვიწვდეს, რომელიც სხვა კლასშია, მაგრამ ორივე კლასი არის ერთი კლასის შვილობილი, ანუ ესეთი ტიპი იქნება. ზევით იქნება house-ი და ერთ მხარეს იქნება flat-ი და მეორე მხარეს იქნება mention. ანუ C#-ში გვაქვს ესე ზევიდან ქვევით პირამიდის პრინციპით, სწორი პირამიდის პრინციპით. მემკვიდრეობითობა შეგვიძლია, მაგრამ არ შეგვიძლია რომ ორი კლასის შვილი იყოს ერთი კლასი. ხო, ეს სასტიკად არ შეიძლება. არ შეგვიძლია და არ შეიძლება, ანუ სინტაქსი არ გაქვს მაგის საშუალებას და არც შეიძლება. ხო? სხვა ენაში შეიძლება იყოს Java-ში, ანუ შეიძლება Java-ში არის, რომ შეიძლება ორი მშობლის ერთი შვილი ყავს. აქ ერთ მშობელს და ბევრი შვილი ყავს, მაგრამ ორი მშობელი ვერ იქნება. ხო, ერთად რამე კლასის მშობელი. ანუ ორი მშობელი არ არის. ესე კი. კაი. ესე იგი, ვაკეთებთ ერთ დიდ კლასს საერთოს, რომელსაც დავარქმევთ house. რომელშიც შევიყვანთ ოთახების რაოდენობას. არეას და რა აქვს ეს ხო? ეს. ანუ ოღონდ ეს არის ანუ ორი ვარიანტი შეიძლება იყოს. ან აქვს ან არა აქვს. ანუ შეგვიძლია გული გავუშვათ რა. თუ 0 იქნება, ესე იგი არ აქვს გარაჟი, აი თუ აი გული კიდე რა შეიძლება რომ გამოიყენოთ რა. თუ 1 იქნება, значит აქვს გარაჟი. აი მონაცემთა ცხრილშიც თვითონ აი მონაცემთა ბაზაში როცა მოგიწევთ ესეთი სტილის რაღაც საწყობა, ხო, აი მაგალითად მონაცემთა ბაზაში გიწევთ აწყობთ ცხრილი სახლების. აი ქუჩაზე არსებული სახლების, ხო? ან რავი, ან თქვენი სახლები რო აი მაგალითად ხართ ბროკერი და თქვენ თვითონ გინდათ რომ მონაცემთა ბაზა აიწყოთ, რომ უბრალოდ Excel-ში არ ეძებოთ, ხო, რაღაცა. აი რა მარტივია, რომ რომელი სახლი გაყიდე, რომელი სახლი იყიდე და ასე შემდეგ, ხო? ან რომელი სახლი გაქვს ასაყიდე და ასე შემდეგ. მონაცემთა ბაზაშიც, ხო? თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ მონაცემთა ცხრილი გააკეთოთ, როგორც Excel-ში აკეთებ და ერთ-ერთი სვეტი იყოს აქვს თუ არა სახლს გარაჟი. და იქაც ანუ გქონდათ გული, 1 ნიშნავს რომ აქვს, 0 ნიშნავს რომ არ აქვს, ხო? ძალიან მარტივად და მე ამაზე ფილტრაციის დადებაც მარტივად შეგიძლიათ, ხო? აი მაგალითად კლიენტი გამოვიძე გითხრას გარაჟიანი სახლი მინდა, არ აქვს მნიშვნელობა სად, ეგრევე ანუ ფილტრი შეგიძლიათ მარტივი მე თქვენ თვითონ ააწყოთ, ანუ ვებში ან პროგრამაში, რომ ამოყაროთ სახლები, რომელსაც აქვს გარაჟი. ხო? ეთქვით რომ ამომიყარეთ სახლები, რომელსაც აქვს გარაჟი, ის კოდი დაუვლის და ნახოთ, რომელსაც ერთი უწერი, იმ სახლებს ამოგიყვით. ხო? და ანუ აქ მე ვეუბნები, რომ ბული არის his garage. კაი. ეხლა გავაკეთოთ. ეხლა ეს არის ისა ძირითადი კლასი, მშობელი კლასი. ეხლა გავაკეთოთ ერთ-ერთი შვილობილი კლასი, მაგალითად flat-ი. რომელსაც აქვს gate-ი რა იყო? სადარბაზოს მიმართ. როგორ? ჯერ ხო, მივაწერ რომ ჯერ არის. int gate-ი და იქ რა წერია? სასვლელი, მაგრამ ინგლისურად არის. სადაბა რომელი რა gate-ის ქვემოთ რა, ბინაში. რა წერია? ბინის ნომერი. flat number წერია? ხო? და ეხლა ვაკეთებ მესამე კლასს, რომელიც არის ანუ საკუთარი სახლი და ამას აქვს სართულების რაოდენობა, რაც არ აქვს ბინას.
აქვს ანუ ეზოს ზომა რაც არ აქვს, ეზო ვაფშე არ აქვს იმას საკუთარ და ისა ბინას და აქვს კიდევ აქაც შეგვიძლია რა თქმა უნდა გავუშვათ გული აქვს თუ არა აუს ეხლა მაქვს სამი დამოუკიდებელი კლასი რო უთხრა რომ ეს შენი მშობელი არის ჰაუსი ესე ორ წერტილის მე რაც გიომითხრა ეხლა დაუწერ ჰაუსს ეს ნიშნავს რომ ამ კლასის მშობელი არის ჰაუსი ამაზე ამ შრომობენ მაშინ მეწერეთ თუ მე მეთქე აი პროსტა თქმის დროს მინდოდა რომ მე მეთქო ისე არ და მეორე კლასსაც უთხარი რომ შენი მშობელიც არის ჰაუსი მაგრამ ეხლა პრობლემა ის არის რომ ეს ფლეთის ობიექტი რო გავაკეთო დაბლა ხო? და მე რომ მომინდეს რომ ფლეთზე გამოვიძახო ანუ ფლეთი ეხლა ვერცერთს ვერ ხედავს, ვერაფერს ვერ ხედავს ვაფშე, იმიტომ რომ ყველაფერს აქ private აქვს. რა თქვა ამას რომ public ჩავხდო. ხო და მე F წერტილი რო სინჯო ხედავს მარტო თავის ველებს. ვინაიდან და რადგანაც showbel class აქვს private ყველა ველზე. private ხო უზღუდავს მხოლოდ თავისივე კლასში წდომას. ამიტომ მე რო გავუხსნა შვილს წდომა უნდა გავუკეთო ამას protected. ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქედან მაინც დავინახო, აქედან მაინც ვერ ხედავ. protected ნიშნავს, რომ ხედავ უკვე აი შვილი კლასიდან შემიძლია შობელი კლასის protected ველების დანახვა. მივხვდით, ანუ აქ დავინახავ ჩვეულებრივ. აი ეს base წერტილი, აი ფუნქციაში ამაშურს ავწერო მაგალითად. აი აქ შემილია. base წერტილით ხედავ, აი ნახე array, ეს garage და rooms. ხო? ის რაც არ აქვს შვილს, მაგრამ აქ შობელს შემიძლია ძალიან მარტივად, როცა შობელ კლასში protected უწერია ნიველებს ხედლობის არე, დავინახო შვილიდანაც. და base არის შვილიდან. base ნიშნავს, რომ ვიძახებ შობელი კლასის რაღაცას. ხო? და იქ როგორ უნდა მომოაჩინოს უდა. მაშინ აქ ამასაც public უნდა მიცე, მაგრამ ჩემი თავარი მიზანი ის არ არის, რომ აქ გამოვაჩინო. სულ არ მინდა რომ გამოვაჩინო. ინკაპსულაცია ხო გახსოვს რა არის? უნდა იყოს მაქსიმალურად დახურული ველები. ეხლა მაქვს მაქსიმალურად დახურული. ნუ ეს რო წავუშავ. ეს просто მაგალითად დავუწერე. ხო? და მაგას ხო არ დაინახოს. მე ფუნქციას. არცა საჭირო რომ დაბლიდან დაინახოს. ფუნქციას დააკეთებს სადაც. ეხლა ნახე რას ვიზავ. ეხლა მოდი დავიწყოთ ინფორმაციის შევსება. კონსტრუქტორს გააკეთებ. ხო. ეხლა მოდი დავიწყოთ ინფორმაციის შევსება. მაგალითად შევავსოთ flat. ანუ გავაკეთოთ კონსტრუქტორი flat, რომელიც მიიღებს int gates, int flat numbers, ასევე მიიღებს ოთახების რაოდენობას, იმიტომ რომ ამასაც აქვს ოთახების რაოდენობა, ასევე მიიღებს საერთო ფართობს და ასევე მიიღებს ბულით აქვს თუ არა გარაჟი. მაგრამ მე აქვე ვეტყვი რომ შენ ეს სამი ცალი ველი, რომელიც მერე მიიღო, გაუშვი მშობელი კლასის კონსტრუქტორში. შენ ნუიზავ ამის, იმიტომ რომ ეს შენ არ გაქვს. ეს სამი ველი. ეს სამი ველი აქვს მშობელი კლასს. ამიტომ მოდი ამათი ინიციალიზება, ანუ ამათი ჩაყრა თავის ადგილზე. მშობელმა გააკეთოს. ვეტყვი base-ში გადაეცი r-a და h. და დანარჩენი რაც არის gfn და r, ის ga და fn, ეს შენ გააკეთე, ანუ gate-ში ჩააგდე G და flat number-ში ჩააგდე F-ი. ხო, ეხლა ამან ხაზი იმიტომ გამოდის, რომ შობელში არის კონსტრუქტორი. ხო, ეხლა შობელს გავუკეთებ კონსტრუქტორს, რომელიც იმ სამცვლას მიიღებს და თვითონ იზავს თავის ველებში ინფორმაციის ჩაყრას. ანუ, ამას ვეტყვი, რომ public house-ი მიიღებ სამცალ რაღაცას, კაი, room, ანუ RO, double E-ი და bool HG. Rooms-ში ჩააგდე RO, area-ში ჩააგდე E-ი და ეს garage-ში ჩააგდე HG. და ამასაც ხაზი მოიხსნება ეხლა, იმიტომ რომ base-ით რო გამოვიძახებ შობელი კლასის კონსტრუქტორი, წეღან არ გქონდა და ამიტომ ხაზს მისვამდა. ეხლა უკვე აქვს და გაჩვენდა, იმიტომ რომ ხედავს და ყველაფერი უპრობლემოდ ხდება. ეგეთი ასობით დაგერქმია. არ იყო პრობლემა, ანუ ეხლა მინდოდა მეჩვენებინა რომ შეიძლება სხვანაირადაც დაგერქმიათ, მაგრამ შეიძლება რომ ზუსტად იგივე ასოები დაარქვა, იმიტომ რომ აქედან რაც გადააწყვეტი იქით
როგორ გადაახტრი ერთმანეთს ვერ ხედავ, ამ მნიშვნელობა არ აქვს. თავარია თანმიმდევრობა იყოს დაცული, კი. ხო? ეხა ის დავაკოპიროთ უსასახელი შევცვალოთ. ეხა ნახე, ეს არის ერთი ვარიანტი, რითიც შეგიძლიათ მშობელ კლასში ინფორმაციის გაგზავნა. მეორე ვარიანტი არის მეგობრებო ესეთი, რომელსაც mention-ზე გაჩვენებთ. ამ შემთხვევაში mention-ის კონსტრუქტორი არის ოდნავ განსხვავებული, რითი? ეს უკვე 6 wells იღებს, 6 რაღაცას იღებს და არა 5, ხო? იმიტომ რომ ამას ქონდა 2 თავისი და 3 მშობლის. ამას აქვს 3 თავისი და 3 კიდე მშობლის. ამიტომ ამის კონსტრუქტორმა უნდა მიიღოს უკვე 6 რაღაც. ესე იგი, ერთი რაც უნდა მიიღოს ეს თავისია, მეორე რაც უნდა მიიღოს არია, ესაც თავისია და მესამე რაც უნდა მიიღოს, ესაც თავისია. ეხა უნდა მიიღოს მეოთხე HP არის hespul. ეს მე უნდა მიიღოს double რა იყო აქ ieri ხო? ანუ ეს არის area და კიდე უნდა მიიღოს bool h-ში, სიტყვაზე მარტო h. ეხლა ნახე, ამას მოდი მეორე ანუ ორი მეთოდია, რითიც შეგიძლიათ ინფორმაციის გაგზავნა იმის კონსტრუქტორში. ეხლა ნახე, ერთი მეთოდი იყო, რომ მარტივად გამოვიყენებ მშობელი კლასის კონსტრუქტორი, ანუ ისაც ჩავრთე საქმეში, ხო? 5 რაღაც რომ მივიღე, 2 მე დავიტოვე და ამ ორს მე მოუვარე და ის 3 მშობელთან გავუშვი. რა, უთხრა რომ შენ მოუვარე იმას. ეხლა გავაკეთებ მეორე მეთოდით. ნახეთ, ზის წერტილი, როცა გამოვიყენებ ამნაირ სინტაქსს, ეს ნიშნავს, რომ მე ამ f-ს ჩავაგდებ ამ კლასის floors იმაში. well-ში, ხო? ასევე ამ კლასის yard area well-ში ჩავაგდებ ამას და ასევე ამ კლასის hespul-ში ჩავაგდებ hp-ს, ხო? მაგრამ r-ს უკვე ჩავაგდებ მშობელი კლასის ამაში, ისა, ოთახებში, ხო? საერთოდაც არის. ანუ base წერტილი ნიშნავს, რომ მშობელი კლასის არის, zis წერტილი ნიშნავს, რომ ამ კლასის არის, ეს მინდა გაჩვენოთ. აქ ჩავაგდებ, ეხა base რაში უნდა ჩავაგდო ieri, ამაში და base წერტილი hespul-ში უნდა ჩავაგდო, თუ hesgar-ში უნდა ჩავაგდო h. ანუ ორნაირად შემიძლია მეგობრებო რაღაცა სწორად მიწერია. კონტენტი რა. ნახეთ რა ხდება. ანუ ორნაირად შემიძლია სხვა ის ერორი ყოფილა რაც უნდა გეტყვი. არა, ის ერორი არის რაც უნდა მეთქვა ეხლა უბრალოდ მე მგონია სხვა რაღაც საგდებდა. რაღაც გამომრჩა. ანუ ორნაირად შემიძლია ერთი რომ კონსტრუქტორი გავუკეთე ამას პარამეტრებიანი, ხო? და თქვენ გახსოვთ რომ წინაზე გითხარით რომ როცა ქმნი შვილ კლასის ობიექტს პირველ რიგში ჯერ გამოიძახება თუ აქვს მშობელი კლასის კონსტრუქტორი. ანუ ჯერ გამოიძახება მშობელი კლასის კონსტრუქტორი და ის მუშაობს და მე მუშაობს შვილი კლასის კონსტრუქტორი. ხო? იმიტომ რომ აი აქ ვწერ, ნახე, სანამ შვილი კლასში შევა, მანამდე გზავნის ინფორმაციას მშობელში. ხო? მაგრამ როგორც ჩვეულებრივი კლასი, ანუ მშობელია შვილთან მნიშვნელობა არ აქვს, ამ როგორც ჩვეულებრივი კლასს, მშობელი კლასსაც აქვს ორნაირი კონსტრუქტორი, პარამეტრიანი და უპარამეტრო. ხო? ამ შემთხვევაში მშობელ კლასს რა კონსტრუქტორი აქვს? უპარამეტრო აქვს? არა, იმიტომ რომ როცა ტუპად უწერო პარამეტრებიანი გქონდეს, უპარამეტრო აღარ აქვს. მე აქ ხმარობ მშობელი კლასის პარამეტრებიან კონსტრუქტორს, ხო? აქ ხმარობ მშობელი კლასის კონსტრუქტორს საერთოდ. ამიტომ ეხა errors მიგდებს მაგითო. მეუბნება რომ მშობელი კლასსო შენო ამ დროსო შენ სულ არ ხმარობო მშობელი კლასის კონსტრუქტორსო და ისეთი კონსტრუქტორი იმას არ აქვს პარამეტრებს რო არ იღებდეს. ანუ იქ უნდა დავშევიდეთ. არა, იმას უბრალოდ დავავატებ უპარამეტროს. всё. ეს ერორიც მოგვარდება. ანუ მე ერთი შვილობილი კლასში, ანუ პირველ შვილობილ კლასში ვხმარობ მშობელი კლასის პარამეტრებიან კონსტრუქტორს,
ხოლო მეორე შვილობილ კლასში მშობელი კლასის უპარამეტრო კონსტრუქტორს ხმარობ, იმიტომ რომ საერთოდ არ ხმარობ ხა მე კონსტრუქტორს. ორივე რო ეს დაგვეწერა ხო შეგვიძლია ზის. ორივე შეგვიძლია იმით დავწეროთ, მაგრამ გაჩვენეთ რომ ორნაირად ისე შეიძლება. ვიზა. კი რა თქმა უნდა ესე შეიძლება. უფრო მარტივი არის. ესე უფრო მარტივია. ის უფრო მარტივია. ეს. ეს არის უფრო იმიტომ მარტივი, რომ შენ როცა ორი შვილობილი კი არა და 10 შვილობილი კლასი გიქნება. ხო? ანუ რაც თავისი აქვს, აქ იზავ და რაც არა იქ გაგზავნი. ანუ და იქ ერთი რაღაც მუშაობს სულ. და ყოველ ჯერზე წერა არ გიწევს რა. მიხვდით ხო? მაგრამ ეხა მე გაჩვენეთ რომ ორივენაირად შეიძლება. ეხა ორი შვილი როცა ყავს, მეგობრებს მე ესეჯობია. რავი, გემოვნების თემა არის. ორი შვილი როცა ყავს, როგორც გინდა ისე გააკეთე გემოვნების თემა. არა, თუ 10 შვილი ყავს, მაშინაც შეიძლება ესე გავაკეთო, მაგრამ ისე ცოტა წერა გიწევს უფრო. როგორ? ანუ ეხლა მშობელ კლასს აქვს ორივე. ერთ შემთხვევაში ამას ხმარობს, მეორე შემთხვევაში ამას ხმარობს. პარამეტრებია და უპარამეტრებს, ხო? всё, ეხლა წავედით, გავაკეთოთ რამე, ანუ გაჩვენოთ უბრალოდ flat-ის ობიექტი გავაკეთოთ და ამას მივცეთ G რა იყო? ground, არა, flat-ი, G იქნებოდა და ხო, სადარბაზოს ნომერი 3. FN იყო floor number-ი, კი არა და flat number-ი, თქვა 42. R იყო rooms-ის, ანუ ოროთახიანი. მე ფართობი 100. ხო, 100 სიტყვაზე, ანუ 102. არა. და აქვს თუ არა გარაჟი? თქვა აქვს შენ გარაჟი. დაიკეთები. ერთი არის თუ არა. გარაჟის ცოლავდი არ გაიკეთებია. გავაკეთე. არის თუ არა გარაჟი. აი ეს გარაჟი. და აქედან გადავეცით თუ. ნიშნავს რომ აქვს გარაჟი. ერთი და ნული გადასცე. ბერიზავს, იმიტომ რომ ამ ერთს აღიქვამს ეს როგორც ინტს. ამიტომ აუცილებლად C#-ში უნდა C++-ში შვებოდა ერთიანითაც და ნულიანითაც C#-ში არ შვება. convert to bool შეიძლება ქონდეს, მომიცა convert to boolean. ერთი. ბულიან და ბული ერთი არის. ამ შემთხვევაში კი, ანუ არა, boolean და bool ერთიგივე არ არის, მაგრამ ფუნქცია, რომელსაც გადაყავს რაღაცა bool-ში არის convert to boolean. ეხლა დაძებს კი ის, ანუ გარაჟია, ხო? კი, ანუ ერთს გადაიყვანს იმაში რა, true-ში. არა, თქვენ დაიგიდეთ ეს true ან false მიეცეთ, თუმცა. ეხლა გავაკეთებ house. ეხლა ნახეთ, აქ ამას ცუდი რა აქვს. ანუ ის აღარ აქვს. რა ქვია? ანუ ამას აქვს ორი კონსტრუქტორია მეუბნება. house-ი რა შუაში იყო? mention. აი იგივენაირად ზუსტად. ესე იგი floor-ი არის. floor-ების რაოდენობა არის 2 სართულიანი. თქვა 500 კვადრატი მაქვს გარშემო. აუზი არ აქვს. ერი რა. აი ახლა ამას ჯობია რომ რაღაც ლოგიკური სახელები დაარქვათ ხოლმე. ხა ერი ვიხსენებ რა არის. რა არის ერი? რუმსი ანუ 4 ოთახიანია, ანუ 5 ოთახიანია. რუმი ფართობი და არის. 200-იანი იყოს და ეს პული არა, H არის გარაჟი, ხო? და ამასაც აქვს გარაჟი. всё? მე გარდა გულის. ხო.